მოგესალმებით. ეს ვისაუბროთ რაც ხდება ამერიკაში. ამასთან დაკავშირებით, დეპორტაციებთან დაკავშირებით. 20 იანვარს შეიცვალა პრეზიდენტი, დადგა პრეზიდენტად ტრამპი, რომელმაც ძალიან ბევრ განკარგულებას, ძანებულებას მოაწერა ხელი, რომელიც ეხება ძირითადად იმიგრაციის სფეროებს. მან ჩაკეტა, ესე იგი, საზღვარი მექსიკასთან. სამხრეთის საზღვარი ჩაკეტილია, ანუ დიდი საზღვარი აქვს და იქ გამშვიდ პუნქტებში მიდიოდა ბევრი მოქალაქე სხვადასხვა ქვეყნებიდან, დღეში დაახლოებით 1000-ზე მეტი ადამიანი ვარდებოდა თოლვილად ამერიკის ტერიტორიაზე. ანუ განვიხილოთ, ჯერ არის ლეგალურად შესვლა ამერიკაში და არა ლეგალურად. გავიმახსოვროთ ერთი პატარა მონაკვეთი. ანუ თუ ადამიანი თქვა აქვს რაღაცა ვიზა ტურისტული, ანუ სასწავლო, სამუშაო და თქვათ ის ამ ვიზით შევიდა ამერიკაში, ან უვიზოთ აქვს ვიზო პასპორტი, თქვათ არის თქვათ ბრიტანეთის მოქალაქე ან გერმანიის და უვიზოთ ჩავიდა ლეგალურად და გადაყვეთა ლეგალურად ამერიკის საზღვარი, ის არის ლეგალურად შესული. მათ შორის ამ კატეგორიაში ითვლებიან ის ხალხი, ვინც ვარდება საზღვარზე ამერიკაში თოვლილად, ანუ ადამიანები რომ მიდიან, ვარდებიან საზღვარზე მიდიოდნენ, იქ მესაზღვრეები იყვნენ და ითხოვდნენ პოლიტიკურ თავშესაფარს, ანუ ქვეყანა მე ვალდებული იყო ეს ადამიანი თქვათ შიგნით შეეყვანა ამერიკის ტერიტორიაზე და იქ იყო კიდე დეტეიშენს ეძახოდნენ რაღაც საიმიგრაციო ციხესავით. ზოგი ყავდათ 2 დღე, ზოგს 3, ზოგს 2 თვე, ზოგს 8 თვე, ზოგს 1 წელი ისდა და ასე შემდეგ. და ამ დეტეიშენიდან გამოყავდათ ხალხი და მერე უშვებდნენ გარეთ. შემდგომ ვითარება იყო შემდეგ, რომ ბევრი ადამიანები ბაიდენის, ასე ვთქვათ, პრეზიდენტობის დროს ავიდა ამერიკაში და ჩაბარდნენ. ეხლა საქართველოს მოქალაქეებს მექსიკაში ჩასასვლელად უჭირდებოდა ვიზა, მაგრამ მექსიკა ამბობდა ასეთ რაღაცას, თუ ადამიანს ეკნება შენგენის ვიზა, მას მექსიკაში ის უპრობლემოდ შეუშვებდა. და უშვებდა მექსიკაში, ну, ჩვენები ასე ვთქვათ, ქართველები აკეთებდნენ შენგენის ვიზებს, ძირითადად სამუშაო ვიზებს აკეთებდნენ. იმიტომ რომ სხვა შენგენის ვიზას ვერ გააკეთებდნენ, რადგან ჩვენ ვიზო გვაქვს ევროპასთან და ან ბინადრობებს აკეთებდნენ. ბინადრობებს ევროპაში და ამით საშუალება ჰქონდათ ვიზოთ მექსიკაში შესულიყო. მაგრამ მერე შეიქმნა პრობლემა შემდეგი, რომ უკვე თვითონ მექსიკის საზღვარი უკვე რაღაც კატეგორია მოქალაქეებს ვის აღარ უშვებდა, მას შედიოდნენ რუსები, ქართველები, ბელორუსიელები, სომხები და ასე შემდეგ. რო ხედავდა ესენი მოდიოდნენ მექსიკაში, ისინი ხვდებოდნენ, რომ ესენი არ მოდიან დასასვენებლად. ისინი მოდიან იქ საზღვარზე მისასვლელად. ამათ არ უშვებდნენ, დიდი პრობლემა შეექმნა. მერე ეს მექსიკა უშვებდა ამ ხალხს უკან, ეს ავიაკომპანია ვალდებული იყო უკან წაეყვანა ასეთი მგზავრები. მერე უკვე ავიაკომპანიასაც მობეზდა უფასოდ ამ ქალაქეების უკან წაყვანა, ვთქვათ. პირობითად, ვთქვათ, სტამბული, მექსიკა თუ იყო რეისი ან რაღაცა, უკან უნდა წაეყვანა ეს ხალხი, ვთქვათ და უკვე რეისებზეც აღარ უშვებდნენ. პრობლემა იყო თვითონ მექსიკაში შესვლა, ზოგს უკვე თორმე ვიზაც ამოუხიეს. ზოგ რამოდენიმეჯერ უკან გაუშვეს, მერე ისევე გაფრინდა ისევე და მეორეც და მესამედ, მეოთხე და ასე შემდეგ და ესე დაფრინავდა ხალხი. შემდგომ რაღაც ახლო ქვეყნებში მიფრინავდნენ, თქვენ კოლუმბიაში და იქ შედიოდნენ, მერე იქიდან მიფრინავდნენ. მექსიკა ზოგი ისე მიდიოდა და როგორღაც ცდილობდნენ. თან უკვე თვითონ იქ მექსიკაშივე ქალაქებს შორის გადაფრენა დავრობაც უკვე გართულდა, იმიტომ რომ ზოგი სასტუმროში იჯდა მესაზღვრე ქალაქში, რომელიც ესაზღვრებოდა ამერიკას და იქ თურმე ვერ გამოდიოდა გარეთ, რომ მექსიკური პოლიცია პატრულირებდა, იჭერდნენ, უშვებდნენ უკან და ესე ცვალებით მიდიოდა ეს ხალხი. ბევრს გაუმართლა, ასე ვთქვათ, ბევრს არ გაუმართლა. და ამ რაღაცნაირად ამ საზღვარს მერე იყო კიდე პროგრამა ესეთი აპლიკაცია CBP
+1 თუ 1+ ხო რაღაც ესეთი აპლიკაცია, სადაც ესე იგი უნდა შეგებსო და უნდა დაალოდებოდი მექსიკაში, როდის შენ თქვათ ჩაგიტარებდნენ გასაუბრებას მოვიდოდე თვითონ დაგიბარებდნენ სასაზღვრო პუნქტზე და იქ მიდიოდი და ასე შემდეგ ვარდებოდი. ეს ხალხი ვინც ჩაბარდა შევიდნენ ამერიკაში, შემდგომ ეს ხალხი აგზავნიდა საბუთებს და ითხოვდნენ ყოველობის სტატუსს. ხო, აი ნახეთ როგორ რაღაცა. ეს არის რაღაცა ფორმა. გადავხედოთ. ხო. აი ფორმას თვითონ ქვია ეს. აი 599. ნახეთ. ეს ფორმა. აი ვიზას არ აძლევდნენ და ის ვალდებული იყო ლეგალურად შესულიყო ამერიკაში, ამიტომ მიდიოდა მექსიკაში და საზღვარზე მიდიოდა და ის უკვე ლეგალურად ითვლებოდა შესული. ანუ ვინც მექსიკით არის შესული და ჩაბარებულია მესაზღვრეს და ის წაიყვანეს, ის ლეგალურადაა შესული. მაგრამ როგორც თქვათ, ვინც შევიდა ვიზით, ვინც შევიდა უვიზოთ, ვისაც ვიზო პასპორტი ჰქონდა ამერიკაში. ეს ხალხი არის ლეგალურად შესული. აი არალეგალურად შესულის არის როგორი რაღაცა, თქვათ, პირობითად ეხლა გავიდა მექსიკაში და აი რაღაც უდაბნოებითი არა, არსად არ დაფიქსირდა და უცებ აღმოჩნდა ამერიკაში. ეს არის არალეგალური შესვლა. და ესეთ ხალხს რეალურად ადეპორტებდნენ. ანუ პრობლემა იყო. იყო შემთხვევები, რომ როცა ჩაბარდა მესაზღვრეებს ეზე იყო, მაგრამ თვითონ ციხიდან უკვე შიგნით ამერიკაში აღარ შეუშვა. უწუხაროდ ბევრს ვალები ჰქონდა და ასეთი ხალხი დეპორტეს კიდევაც. ანუ იმდენად გართულდა, რომ ეხლა წარმოიდგინეთ, მივიდა, ჩაბარდა, ელოდება, რომ იმას ამერიკაში შეუშვებენ, მაგრამ არ შეუშვეს და დაადეპორტეს. ეხლა რა ხდება შემდგომ? არის სულ 5 მიმართულება, რომლის მიხედვითაც შეიძლება აიღო ტოვილობის სტატუსი შესაბამისად ბევრ ქვეყნებში, მაგრამ ამერიკაშიც მათ შორის ეს არის 5 მიმართულება. პირველი არის პოლიტიკა, ანუ შენ თქვათ, რა ქვეყნის მოქალაქეც ხარ, იქეუნები, დევნიან რა, ასე ვთქვათ, მარტივად. მაგრამ რაშია საქმე? საქართველოში ასე თუ ისე პოლიტიკური შეხედულებების გამო ასე მასიურად სრული დიქტატურა არ არის, როგორც ვთქვათ, რუსეთში, ბელორუსიაში და ასე შემდეგ. რუსებს და ბელორუსებს შესაბამისად უფრო მეტი დადებითი გადაწყვეტილება აქვს ყოველობის სტატუსის მიღებაზე, ვიდრე ჩვენ. იმიტომ ეხლა ჩვენთან ეხლა უნდა ჩახვიდე რუსთაველზე, აი არ მომწონს ეს თავრობა ესე და რეალურად ისეც არაფერს არ გიზამენ რა. მან პრეზიდენტი არ მომწონს ანუ რეალურად არიდევნება, არის ახლა რაღაცა ბოლოს აირია სიტუაცია, მაგრამ ამან არ მიიღო მასიური ხასიათი. იყო უბრალოდ შეტაკებები, პლუს კიდე მომიტინგეებს, რომლებიც თქვათ ეხლა მონაწილეობენ რეალურად ამ პროცესებში, თქვათ და იცავენ რაღაც თავის თქვათ პოლიტიკურ შეხედულებებს, ასე ვთქვათ, და რეალურად მათ იჭერენ და მათ შესაბამისად ამათ აქვთ უფლება, რომ მოითხოვონ ტოლვილობის სტატუსი, შესაბამისად საბუთებიც აქვს, რომ დაკავებული იყვნენ, თქვათ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ასე ვთქვათ, ჭირდება მასალა. და რატო? იმიტომ რომ შენ ამ ფორმას რო აგზავნი ამას, აი ამერიკაში რო შედიხარ, შენ გაქვს ერთი წელი, რომ ეს ფორმა გააგზავნო. ვიზით შეხვალ თუ ვიზო თუ რა ვიცი, ისე თუ ასე, შენ გაქვს ერთი წელი, რომ თქვათ ამერიკაში მოითხოვო პოლიტიკურ თავშესაფარი. რასაც ჩვენი ხალხი თქვათ ამ საბუთებს აბარებს, სულმა არ ჩააბარა. ეხლა ვინც არ ჩააბარა, არ გააკეთა შესაბამისად, იმას აქვს სოუშელი აქვს, აქვს მუშაობის უფლება აქვს და ასე შემდეგ. ან ვინც ვიზით დარჩა, ის უკვე იმას არ აქვს არანაირი სტატუსი ამერიკაში გაჩერების და ამ ადამიანებს ჩოლებიოთ, რომ დააკავებენ აისი პოლიცია თუ რაც არის ის დაადეპორტებენ. აი უპრობლემა. იყო ეხლა ერთი ვიდეო, ერთი გოგონა გამოვიდა და რა სიმართლე გითხრათ, ძალიან სერიოზულ სისულელეებს ჩუტურებდა. და მან დაყო ესეთ კატეგორია, ანუ ვინც არის 2 წელიწადზე მეტი ამერიკაში არალეგალურად თუ ლეგალურად და იმას არ შეეხება და ასე შემდეგ. აი რაღაც სისულელე რა მნიშვნელობა აქვს შენ
აი დღეს უკვე თქვათ არალეგალი ხარ თუ იქ 35 წლის არალეგალი ხარ ერთია всё შენ საქართველოს მოქალაქე ხარ რუსეთის თუ ბანგლადეშის თუ ბრაზილიის სულ ერთია თეთრი ხარ თუ შავი всё თუ შენ დაარღვია თქვათ ამერიკის კანონი და იქ შენ ხარ არალეგალურად всё შენ დეპორტი და ნახვამდის აი რაღაც სისულელებს წერენ ახლა მე ფორუმებს და უფებს გადავხედე და Facebook-ებს და რაღაც ამშვიდებენ, აი ნუ პანიკობთ ეს როგორ არა საპანიკო, ვინც არალეგალია იმათ ეგრევე ვიშავენ დეპორტს. ეხლა ნახეთ რა შეასხვაობა. ვისაც ეს ფორმა აქვს გაგზავნილი პოლიტიკურ თავშესაფარს და იძახეს, აი თქვათ მე მდევნის ეს მთავრობა პირობით. რა თქმა უნდა, იმან მასალა უნდა წარადგინოს. ეს გადაეცემა საიმიგრაციო სამსახურშიც, სასამართლოში და ასე და თქვათ შენ სასამართლო გიბარებს, აი მოდი მობძანდი და რა ხდება, აი ვინ გდევნის, რა გდევნის, ამას სასამართლო შეისწავლის. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ორი ვარიანტი არის. პირველი, მოგცეს სტატუსი, რომ შენ თქვათ რეალურად გდევნიან და შენ რეალური მასალა გაქვს, რაც ახლა ისეს ჩვენთან მინისტრი იყო სტოლილობის და განსახლების თვითონაც დადო ის green card-ი მის სტოლილობის, რომ სანკაშვილის მთავრობაში იყო, მთავრობა შეიცვალა მას მისცეს, იმიტომ რომ რეალურად ის პოლიტიკოსიც იყო, მთავრობაშიც იყო და რა თქმა უნდა, ასეთ ხალხს მისცეს, მაგრამ ის ვისაც შეხება არ ქონდა საერთოდ პოლიტიკასთან, არც მიტინგზე იყო, არც სურათი აქვს, არც რეალურად იდევნება და უბრალოდ ისე იძახის და არ აქვს დამამტკიცებელი საბუთი სავარაუდოდ ამ ხალხს სასამართლო ეტყვის უარს ორდილობის სტატუსზე და გამოუტანს ესეთ გადაწყვეტილებას, რომ დატოვე ამერიკა ან ექვემდებარები დეპორტს. აი მაშინ უკვე აქვთ იმ ხებებს უფლება, რომ ეს ხალხი დაადეპორტოს. მაგრამ სანამ ეს საქმეები განიხილება საიმიგრაციო სასამართლოში და ასე შემდეგ. ნუ იქ კიდე ცალკე თემა არის, რომ შეგიძლია გაასაჩიურო და ასე შემდეგ. ანამდე ამ ხალხს ვერ გაპრიან. სანამ იმიტომ რომ მაგათ არც ისინი არიან ლეგალურად ამერიკაში შესული, მექსიკით არიან ჩაბარებული, აქვთ მუშაობის უფლება და სოუშელი, მაგრამ ამ ხალხს არ აქვს ჯერ green card-ი, მათი ბედს ყვითავს სასამართლო. აი ვინც თქვათ არ ჩააბარა და ისე შევიდა და ისე ჩვეულებრივად ექვემდებარება იმას დეპორტაციას. და დარჩა, აი თქვათ ახლა პიროვნება ჩამოვიდა ჩვეულებრივი ტურისტული ვიზით და მას თქვათ 10 წლიანი ტურისტული ვიზა ჰქონდა. შევიდა თქვათ ამერიკაში, მისცეს 6 თვის ყოფნის უფლება. 6 თვე ის ლეგალურად არის ამერიკაში და იმის თქვათ უკვე 6 თვე და 1 დღე. всё, აი ის უკვე არალეგალია. იმას თუ შეამოწმებთ დოკუმენტებს, თუ წაიყვანებენ და დაადეპორტებენ. იქ არანაირი შეღავათი არა არო შენ იქიდან ხარ, ჩვენ მეგობრობა გვაქვს, ყველას ადეპორტებენ. ვინც არის არალეგალი. ეხლა ვისაც ეს ფორმა ჩაბარებული აქვს, სავარაუდოდ აქვს სოუშელი, აქვს მუშაობის უფლება, რატომ? იმიტომ რომ ეხლა სასამართლო განიხილავს საქმეებს. ეს გრძელდება შეიძლება წლები, იბარებენ, ზოგის წარმოება მალე მიდის, საქმის წარმოება, ზოგის ნელა მიდის და ასე შემდეგ და როცა ეს განიხილება, თქვა წლები, ადამიანს სჭირდება, რა თქმა უნდა, დაარსებო სახსრები და მას აძლევენ მუშაობის უფლებას და შეუძლებს. მაგრამ ესეთ ადამიანებს არ აქვს უფლება, რომ თქვა, მეუღლე წაიყვანოს ამერიკაში და შვილები და ასე, იმიტომ რომ მისი სტატუსი არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი. როცა მას თქვა სასამართლო თქვა, რომ აუ იცით რა, ეს მართლა რეალურად იდევნება პოლიტიკური შეხედულებების გამო მას ჩვენ მას ვაძლევთ და დაამტკიცა საბუთები ქონდა. თუ ვერ დაამტკიცებთ, სუდია და გააგდებთ. თუ არ გამოცხადდება სასამართლო, всё გამოუტანს დეპორტაციის იმას, რა ქვია, ორდერს თუ რაც არის, გადაწყვეტილებას. თუ იტყვის, რომ დევნიან, მას მისცემენ მწვანე ბარათს green card-ს და ის 5 წელიწადში ამერიკის მოქალაქეობასაც აიღებს. და green card-ი რო ექნება, მას ექნება ამერიკაში იმიგრაციის საშუალებით წაყვანის საშუალება მეუღლის და შვილების ხელმოუწერელი ან განქორწინებული შვილების ნებისმიერი ასაკის. 21 წლამდე და 21 წლის ზემოთ, ანუ green card-იან შეუძლიათ ამერიკაში იმიგრაციით წაიყვანოს მხოლოდ მეუღლე ხელმოწერილი და შვილი
ხელმოუწერელი შვილი, ვინც ოფიციალურად ხელი არ აქვს მოწერილი, ან შვილი, რომელმაც ოფიციალურად ხელი გააწერა განხორციელდა. ნებისმიერი ასაკის. იქ ახლა 21 წლამდე სწრაფად მიყავს ეს შვილი, ჭირდება 2 წელიწად-ნახევარი 3 წელი და ვთქვათ, ვინც 21 წლის ზემოთა, ალბათ 6 წლამდე ჭირდება დრო. ამერიკის მოქალაქეს კიდე შეუძლია დაიყვანოს იმიგრაციით დედა, მამა და ძმა ოჯახებით, პირადი ოჯახებით, მეუღლებით და შვილებით 21 წლამდე და ძმა ბარდება ეს, მაგრამ და ძმაზე უნდა 12-13 წელი ლოდინი და ზუსტად ტრამპი იძახეს ესეთ რაღაცას, რომ დედი და მამის და ძმის და დის წაყვანა ამერიკაში არაა საჭირო. გამოვიდნენ თუ უნდა ტურისტულად, ის ტურისტულ ვიზას ან მისცემენ ან არა და-ძმას დედმამას უფრო აძლევენ, იმიტომ რომ ამერიკაში არ რჩებიან ასაკოვანი ხალხის შედარებით და ამ კატეგორიის ამოღება უნდა. ანუ თქვენ თუ ამერიკის მოქალაქეები ხართ, შანსი გაქვთ ჯერ გამოიყენოთ ეს და ჩააბაროთ დაზე, ძმაზე, დედაზე და მამაზე. მე ეს უკვე ნახვამდის იქნება, კარგად იყავით. იმიტომ რომ ბევრი კითხულობს, დაზოზინობენ რაღაცას, ესე, ისე, თუ აკეთებ, აიღე, გააკეთე, ჩააბარე. შეუძლია აღარ უნდა ამდენ ლაილაი და ეს. იმიტომ რომ ტრამპის ვითარებაში ნებისმიერ დღეს ის რაღაც კატეგორიებს ამოიღებს და ვინც ჩააბარებს, იმათ საქმის წარმოება გაგრძელდება და მიიღებს. ახლა რაც შეეხება კიდე მეორე კატეგორიას, პირველი კატეგორიით ვინც ტოლმილობას ითხოვს, არის პოლიტიკური თავშესაფარი, მეორე არის რასობრივი. რასობრივი არის აი თეთრი და შავი. შავკანიანი და თეთრკანიანი. ეს რა თქვა უფრო აფრიკის ქვეყნებს ეხება, თქვა ახლა თეთრკანიანი ცხოვრობს აფრიკაში და იმას ავიწრო, ეს არის რასობრივი მიმართულება. რაც ჩვენთან ეს ნაკლებად შეხებაშია, მეორე ნაციონალური რას ნიშნავს? აი თქვა რაღაც არის ეთნიკური კონფლიქტი. აფხაზი, ქართველი, ოსი, ინგუში, ოსი, ჩეჩენი, აი თქვა ის იმის ტერიტორიაზე ცხოვრობს, ეს ამის ტერიტორია და რა თქვა რაღაცა ქონდა ფაქტს, თქვა რაღაც უსიამოვნებას და ასე შემდეგ. ეს არის ნაციონალური, ანუ ეროვნების, ანუ ჩვენ გაქვს ესე თქვა, აი ქართველი ოსი ხო, მე იმედია ყველა როდესღაც შეერიგდება და ყველაფერი კარგად იქნება, მე ამის ჯერა, მაგრამ ამ მიმართულებითაც ბარდება, რაც თქვა, ეხლა ჩვენთან არის, თქვა, ამ მიმართულებითაც იშვიათად, თქვა, ჩვენ საქართველოს არავინ არავის არ გევნის. არის კიდე ესეთი მომენტი, აი თქვა, პირობითად, აი რუსი ცხოვრობს, თქვა, ჩეჩნეთში და რაღაცა ჰქონდათ იმათ კონფლიქტი და რაღაცა დაუძაბეს, მაგრამ იმ რუსს შეიძლება უთხრან იცი რა, შენ რუსეთი ხომ არის, აი შენ ხო რუსეთის მოქალაქე ხარ, შენ შეგიძლია იცხოვრო თქვა ვლადივოსტოკში, იცხოვრო მოსკოვში, კალინინგრადში და ასე შემდეგ. მაინც ამ კატეგორიაში ვერ მოხვდება, იმიტომ რომ აქვს საშუალება სხვა რეგიონში იცხოვროს, იმიტომ რომ იოლად არ აქვს. შენ ბალი გაქვს თუ გიჭირს სამსახური, აგრეთვე მაგ კატეგორიით პოლვილობის სტატუსს ამერიკაში ვერ მოიპოვო. არის კიდე ეს მეოთხე კატეგორია არის ეს ფერადი ხალხი. ფერადი ხალხი ესენი LGBT თუ LMZ თუ ესენი ამ კატეგორიით და მეხუთე არის რელიგიური. რელიგიური ნახეთ რა ხდება რუსეთში აკრძალულია იაჰოვეს მოწმეების ორგანიზაცია, ვინც არიან ისინი დევნებიან შესაბამისად და თუ არის რუსეთის მოქალაქე და იქ ვერ ცხოვრობს და არის იაჰოველი, ის იმას შეუძლია, მაგრამ ჩვენთან ეს საკითხი არ დგას საქართველოში, აქ სრული თავისუფლება ამ საკითხში და ამ მიმართულებითაც ადამიანი ვერ ჩაბარდება. ვერ დაამტკიცებს, რომ იმას ახლა იმიტომ რომ პირობითად ეს ორგანიზაციები საქართველოში არ არის აკრძალული. აი ვისაც ორი მოქალაქეობა აქვს, სამი და ასე შემდეგ, იმასთან სიტუაცია კიდევ უფრო რთულად არის, იმიტომ რომ იმან უნდა დაამტკიცოს, რომ ის ორივე და ან სამივე ქვეყნიდან ერთდროულად იდევნება. რაც რეალურად აბსურდია. და ამიტომ სავარაუდოდ ბევრი საქმის წარმოება, რომლებიც აი ეს ხარაძეზე ჩაბარდა, არ ქონდეს დამამტკიცებელი საბუთი, რომ ის პოლიტიკურად იდევნება, ამ საქმის წარმოებებს სამწუხაროდ სასამართლო გადაწყვიტავს უარყოფითად.
და მათ ეტყვიან დატოვეთ ამერიკა. უბრალოდ ახლა რამოდენიმე წელი გადის, ბევრი საქმის წარმოებია და მალ-მალე ვერ განიხილავს და ვთქვათ რამოდენიმე წელი მიმდინარეობს ის, რომ ესენი მუშაობენ, არიან ამერიკაში ლეგალურად, მაგრამ ამათაც როცა სასამართლო გამოუტანს გადაწყვეტილებას, რომ არ გტოვებთ ამერიკაში, შენ არავინ არ და დაბრუნდი შენ ქვეყანაში და შენ ექვემდებარები დეპორტს. მაშინ ამ ხალხს უკვე შეეხებათ. მანამდე ეს ვითარება ვერ შეეხება ამ ხალხს. ეხლა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. შემდეგი ეტაპი არის, ვთქვათ, შევეხოთ იმ პროგრამას, რომელიც არის green card-ის ლატარეია. 90-იან წლებიდან, მგონია 95-დან ყოველ წელიწადს თამაშდება და სხვადასხვა ქვეყნებიდან ცოტა ხალხი მიყავთ ამერიკაში, რომ შეავსონ ეს ვთქვათ ნაციონალური ბალანსი. ეს ბალანსი შევსებულია, ამ პროგრამამ თავისი გააკეთა, ბევრი ხალხი ჩასულია, უკვე ბევრი მოქალაქეც არის და ასე შემდეგ. ახლა ჩავიდნენ როგორც ვთქვათ ქართველები, სომხები, რუსები და არის დიდი ასე ვთქვათ მრავალ ეროვნული ქვეყანა არის ამერიკა და ყველა არის ვთქვათ ცოტა ხალხი ჩასული რაღაც ქვეყნებიდან. ეს გააკეთეს იმისთვის, რომ რაღაც კონკრეტულ ერს არ ქონოდა უპირატესობა იქ და ყოფილიყო მრავალფეროვანი ვთქვათ ხალხი ამერიკაში. და შესაბამისად საბუთებით აძლევდნენ green card-ს. მაგრამ ახლა ტრამპი რომ მოვიდა ჯერჯერობით ეს პროგრამა მოქმედია, მუშაობს, მაგრამ მაგან ბევრჯერ სულ იძახეს პრეზიდენტი ამერიკის, რომ აღარ მჭირდება ეს ხალხი. ახალი ხალხი, ანუ აღარ გვინდა მეტი გათამაშება, იმიტომ რომ 50,000 ვიზა გაიცემოდა 55,000 ვიზა გაიცემოდა ყოველ წელიწადს და ეს წარმოიდგინეთ, ეს პროგრამა არის 30 წელია, რაც მიმდევს 30 გამროთ 1,500,000-ია მარტო, ასე ვთქვათ, მარტო ამ პროგრამით ჩასული და იმ 1,500,000 კიდევ მეუღლე წაიყვანეს, შვილები წაიყვანეს და ეს იძახეს აღარ გვინდა ამდენი, იმიტომ რომ ამდენი სამუშაოც არა გვაქვს, ჩვენ თავს მივხედავთ, აღარ გვინდა ეს ხალხი და მას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს პროგრამა შეაჩეროს. შეაჩეროს ჩვეულებრივად სანამ ის ამ პროგრამას გააჩერებს და იქ რაღაც კონგრესში თუ სენატში შეიტანს დოკუმენტებს, რომ გააჩეროს, შეუძლია ბრძანებულებას მოაწეროს ხელი, ვაჩერებს. პროსტო იტყვის, რომ ვისაც დივი 1, დივი 2, დივი 3 და ჩამოთვალოს ვიზების კატეგორია ბევრი, რომ არ შეუშვათ ეს ხალხი ამერიკაში. თქვენ შეიძლება ვიზა გქონდეთ, მაგრამ სულ კარგად იყავით რა, თვითმფრინავის ბორზე არ აგიშვებენ, რაც მან გააკეთა COVID-ის დროს 2020 წელს. მან თქვა ჩვენთან COVID-ია, ხალხს ვიზები ქონდათ აღებული, თქვა რომ ეს ამ ვიზებით ხალხი არ შემოუშვათ ამერიკაში. ამ ვიზებს მერე ვადა გაუვათ და დარჩებით ისე ჰაერში. იმიტომ დამაფიქრებელი, ვისაც აღებული აქვს ვიზები, ჯობია დროულად ჩავიდეს და აიღოს პრეზიდენტი. ვიზა ნიშნავს საზღვრამდე მისვლას და არაფერს არ ნიშნავს, რომ ისინი ვალდებული არიან. როგორც მოგცეს ვიზა, ისე შეუძლიათ გაუქმო და რაღაც ნუ შეგექმნება შთაბეჭდილება, რომ ამერიკა თქვენ წინაშე არის ვალში. აღრის ვალში არ არის რა. არ უნდა იმას საერთოდ ზედმეტი ხალხის მიმართ ეკითხა და აი მიგრანტებს ზედგას და რაღაც სისულელებს და თავის ხალხი ყოფნის აესი არიან, აესი არიან პირიქით. აღარ ჭირდება უმეტესობა კიდე აი ესეთ ქვეყნები გვატემალა და ისინი მექსიკები ნარკომანები, ბარიკები, ლოთები, რავი ზარმაცები, მკვლელები, ყაჩაღები და 1000 კრიმინალია. ზოგი ჩაიყვანეს რაღაც ისეთ ქვეყნებიდან, ზოგმა ტერაქტი მოაწყო და ზოგ სიკვდილი დასჯა მიუსაჯეს და ასე შემდეგ და სულ არ ჭირდება ეს ხალხი. უმეტესობა ეს ხალხი უქმნიან პრობლემას. ამიტომ არ ჭირდება ესენი და კარგად ავიხსოვოთ და თან ამ პროგრამაში, ამ ლატარეაში არის ის თემა, რომ შენ უნდა გქონდეს 11 კლასი დამთავრებული ისიც იმას, ვინც მოიგო. არც მის მეუღლეს, არც მის შვილებს და არ უნდათ ეს, უნდათ განათლებული სპეციალისტი. არის სხვა პროგრამები EB1, ეს არის პროგრამები, თქვათ, ნიჭიერი სპორტსმენი ხარ, ბიზნესმენი, მეცნიერი, თქვათ, განათლების სფეროში ხარ, ხელოვნებაში მხატვარი, რა ვიცი,
და შენ გაძლიან პირდაპირ green card-ს. შენ საბუთებს არის 10 კრიტერიუმი, 10-დან საკმარისია 3 დააკმაყოფილებ და შენ გაძლიან. ესეთი ხალხი ჭირდება. სამუშაო ვიზების გაცემა შეიძლება მე იყოს, ოღონდ მისცემენ არა კაფელშიქს და რაღაცა ლამინატის დამგებს მისცემენ რაღაც წამყვან IT სპეციალისტებს, მედიკოსებს და ასე შემდეგ რა. ისეთ ალბათ შესაბამისად ინგლისური უნდა იცოდნენ. სამუშაო ვიზები სავარაუდოდ ფულად კეთდება, იმიტომ რომ ამერიკაში არის ეს კანონი, გამოაცხადე ვაკანსია ჯერ შიდა ბაზარზე და ამერიკელი აიყვანე. თუ ეს ამერიკელი ვერ მოძებნე, მე ჩვენ დაგხვდავთ ნებას, რომ ჩამოიყვანო უცხო ელი. ამიტომ ეს რთულად არის. ეხლა რაც შეეხება დეპორტებს, ესეთ საინტერესო დოკუმენტი იპოვე, სადაც არის სია რამდენი მოქალაქე უნდა დადეპორტეს, ანუ რამდენი არალეგალურად უკვე მოქალაქეობების მიხედვით არის ეს დაყოფილი. აი შეხედეთ რა კარგი დოკუმენტი არის, ეს ახალი დოკუმენტია. ეს აისი არის ვინც ადეპორტებს. ნახეთ ავღანეთის მოქალაქე 1700 ალბანეთი არიან ეს გასაგდები ხალხი რა ფაქტიურად მათთვის დეპორტა და სომხებია ბევრი. 2800-მდე არის დასადეპორტებელი ამ მომენტისთვის სომხეთის მოქალაქე. შემდგომ აზერბაიჯანის მოქალაქეები 700 რა კაცი არის სიაში, ვინც უნდა დაადეპორტონ. ბელორუსიიდან არის 323, ნახეთ, ბელორუსია იმ ფორმას რო ჩააბარებს, აი ამ ფორმას. ხედავთ, აი ფორმა არის. იმას ვერ დაადეპორტებენ, 1 წელი აქვს შესვლიდან, ვინც დააგვიანდა ვერ ქნა რაღაც შესაბამისად, ის დარჩა ხალხი. ესეთი ფორმა ივსება ხონდილია ვინდევნის რატო გდევნის და ეს იგზავნება და შესაბამისად ისაა და ისე ვინც დარჩა და ეს არ ჩააბარა და ისე გავიდა ის ყოფნის ვადა იქ ამერიკაში. და 1 წელიც მიუშვა 1 წელიწად შესარჩა ისე უკვე ის ესეთ გამოჭრილი არალეგალია, რომელსაც დაადეპორტებენ არაფერი. ეხლა შემდეგი რამდენი არის ბრაზილიიდან არის ბევრი წარმოიდგინეთ 18000-ია დასადეპორტებელი რა. და აი ასეთი სიტუაცია არის. შემდგომ ჩვენ ჩინეთიდან 37000 დასადეპორტებელი. ეკვიპროსიდან არის 14 ადამიანი, წარმოიდგინეთ ცოტა. შემდგომ ხო, რაც თავარი ახლა გადავიდეთ საქართველოს. საქართველოს მოქალაქე არის 833 ადამიანი, რომელიც ამჟამად იმათ შეხვდათ ეს ხალხი თუ ამათ შეხვდათ ეს ხალხი ამ ხალხს დაადეპორტებენ ესენი, რა ვიცი. ძალიან მარტივად. ანუ ის რო ნუ გეშინიათ, აი პანიკებში ხართ, ეს მარტო ჩვენ აი აქედან დავთ რამდენი ჯორჯია როცა ედია 813 ადამიანია, ის აი თქვა ჩავიდა ვიზით, დარჩა და არ ღიარც, ყოველობა მოითხო არაფერი და არის ისე და წლები. всё დასადეპორტებელი ერთი დღეც არალეგალი რო დეპორტ. ან შევიდა მექსიკით ისე რომ არ ჩაბარდა საზღვარზე. არ მოითხო პოლიტიკური ან სასამართლომ გამოუტანა განაჩენი რომ დასადეპორტებელია და დაიკარგა თქვა და ასე შემდეგ. всё ამ ხალხს ეს ხალხი რომ გააჩერონ ქუჩაში მანქანაში ან სახლში მივიდნენ ამ ხალხს დაადეპორტებენ პრობლემოთ რა. ალშე გადავიდეთ. არის ირანიდანაც არის 2600 და ინდოეთიდან 17000. ნახეთ აი გვატემალიდან 253000. ნახეთ რამდენი არის გვატემალიდან წამოსული. ამით ყველას დაიჭერენ დეპორტაციას მისცემენ. სოთაშორის კუვეიტის მოქალაქეც არის 156 ადამიანი. მოქალაქე. რომელიც დარჩა ამერიკაში არალეგალურად. შემდგომ მექსიკიდან 252000. ლინია შესული არალეგალურად. ეს ლიტვა. ლიტვიდან 258 ადამიანი. დავედით. ჩვენ წარმოიდგინეთ მონაკოს მოქალაქე, კარგად ცხოვრობენ და
ერთი ადამიანი იქ არა ლეგალურად დარჩენილი ამერიკაში. მონაკოს მოქალაქე. შემდგომ ზელანდია, ნიკარაგუიდან 45,000 და ჩრდილოეთ კორეიდან 3 კაცი. არა. ჩრდილოეთ კორეიდან 3 კაცი. ყველა რჩება რეალურად. იმიტომ არ აძლევენ ვიზებს. ქვეყნებს საიდანაც ბევრი რჩება. ჩვენთან ძალიან გართულებულია ვიზა, ახალგაზრდებს ხდებათ აძლევენ, ხუთებს შედარებით აძლევენ, იმიტომ რომ არჩებიან იქ. რუსეთის მოქალაქე არის 3518 კაცი, რუმინეთიდან არის 10 არის მოქალაქეა და პოლონეთის 2300 ამათ ვიზო მისცეს და ბევრი ჩავიდა დარჩა. так, შემდეგი. კორეიდან, ჩვეულებრივი კორეა. ესპანეთის მოქალაქე ცდების თანხის სომალიდან 4000 კაცი. ტაჯიკეთი 159. აჰა. უკრაინის მოქალაქე 1862. ტაჯიკეთიდან 1000 კაცი, ვენესუელიდან 2000 და ჯამში, 1,455,000-მდე არის დასადეპორტებელი ამ მომენტში და ამათ დაძლებენ, იჭერენ, ადეპორტებენ. დღეში დაახლოებით 1000 კაცი იჭერენ და ადეპორტებენ ამერიკაში. ამაზე так что თქვენ შეამოწმეთ თქვენი სტატუსი და ძალიან იოლად მიხვდებით. ერთი თურქეთის მოქალაქეც მაინტერესებს. ასე თურქეთი. 3103 კაცია დასადეპორტებული თურქეთის მოქალაქე. წარმოიდგინეთ. უკრაინელების პროგრამა for you თუ რაღაცას ეძახოდნენ გაჩერებული, ანუ რა ხდებოდა? უკრაინის მოქალაქე ეძებდა სპონსორს, თუ ნახავდა სპონსორს, მას შეეძლო ჩაებარებინა, ფორმას ავსებდა, მოსდიოდა ფურცელი travel authorization, ამ ფურცლით ვიზის გარეშე ბორდზე აყავდა თვითმფრინავს, მიდიოდა ამერიკის საზღვრამდე, იქ ითხოვდა სტატუსს, აძლევდნენ 2 წლიანი ყოფნის ვადას შტატებში, თავის მუშაობის უფლებით და ასე შემდეგ. 300,000 მე მგონი ამერიკაში ჩავიდა, ასე ეს პროგრამა ახლა გააჩერეს ვიღაცებს გაფრინდა თვითმფრინავით ამერიკაში და ინაugurაციის დღეს თუ მეორე დღეს უკვე всё აღარ შეუშვეს მოაბრუნეს საზღვიდან. იმიტომ რომ ეს პროგრამა გააჩერეს. ვინც ახლა შტატებშია, იმას ჯერჯერობით აქვს სტატუსი, მაგრამ დრო რო გავა, ალბათ აღარ გაუგზელებენ ეტყვიან წადის სახლში. 300,000 კაცი ჩასული არის კანადაში, მილიონი ვიზა გაიცა კანადის უკრაინელებზე მუშაობის უფლებით, რო ჩადიხარ საზღვარზე 3 წლიან მუშაობის უფლებას და ყოფნის ვადას გაძლევენ გაგზელების პერსპექტივით და 300,000 ჩავიდა, 700,000 არ ჩავიდა. ბევრი მოbrunდა კანადაში თან გართული სიტუაცია, ამერიკაშიც გართულებულია. ირლანდია მოუხსნა ვიზა უკრაინელებს, ისიც რო ჩადიან თუ რაღაც სტატუსი თხოვენ, მუშაობის უფლებას აძლევენ, პოლონეთი ხო საერთოდ სავსეა. უკრაინის მოქალაქეები და აქვს სტატუსი, ამიტომ ბევრ ქვეყნებში მათ ბევრი სამუშაო საბუთები მისცეს. და შესაბამისად, შრომის ბაზარი და ხელფასებით დაიკლო, იმიტომ რომ ბევრი არის რაღაც. კიდევ ქონდა ბრიტანეთს პროგრამა, უკრაინელებს აძლევდნენ ვიზებს, ჩადიოდნენ მუშაობის უფლებად, როგორც ვიცი, სადღაც 200,000-მდეა იქ ჩასული ბრიტანეთში. ხო, ეხლა დავუბრუნდეთ ისევე ამერიკას. პლუს ტრამპი ცდილობს ესეთი ლატარიის მოხსნას, გრინ-კარტის, ალბათ მერე გააჩერებს ან ვიზებს გააჩერებს, ყველაფერი მოსალოდნელია. ესე იგი, ამერიკის მოქალაქეს და-ძმის, დედის, მამის იმიგრაციის არჩევარების და შოაების გააქტიურება უნდა. პლუს კიდე ისა რა ქვია, უნდა რომ გაუქმოს ეს ლატარიაც, ტოლვილობის სტატუსებსაც უკვე
არ ჩაიბარებს, რომ მექსიკა უკვე დამთავრებულია, მექსიკის ჩასვლა ვინ ჩავიდა, ვინც გააგზავნა ეს ტოლვილობის საბუთი ეს ფორმა 589 500 99 ხო ფორმა 599 და ის ჯერჯერობით არის ლეგალურად და რაღაც საშუალება აქვს და აქვს სოუშალი მუშაობის უფლება, მაგრამ მე სასამართლო რო გადაწყვეტას ტოვებთან რაღაცას იზამენ, მე უნდა გაასაჩივრო, მე ის და თუ ვერ დაამტკიცე რეალურად დებიან, სავარაუდოდ მე თქვენ რომ კარგად იყავით სადაც სახში. ამიტომ ის გამოვკვეთა ერთ მონაკვეთს რა ის სულელური ჟუტური და გამხნევება ყველაფერი კარგად იქნება ეგრე არ არის სამწუხაროდ ქვეყანა არ არის და მსოფლიო ისე აწყობილი რომ ყოველთვის სიკეთე არ იმარჯვებს ყოველთვის უმეტეს შემთხვევაში კი მაგრამ ყოველთვის არა ეგ დავიმახსოვრეთ მეორე დავიმახსოვრეთ ყველა ვერ გაფრინდება ეს არის კატეგორია რომელიც ლუი ამსტრონგი ვინც იყო თვარეზე ბავშვობაში როცა უთხრა აი ქალმა უთხრა აი მე ამას გავაკეთებ თუ ეს ბავშვი აღმოჩნდება მთვარეზე და იქ ფეხს დაადგას და მართლა კოსმონავტი გამოვიდა და დავიმახსოვრე და შევეგუოთ ამას რომ ბევრი სამწუხაროდ ვერაზრს ვერ მოხდება ამერიკაში ზოგი შეიძლება დაატეპორტონ ეხლა იყო იქ საზღვარზე ტრამპი როგორც მოვიდა 8 თვეში და ვიღაცა დეტენშენში ესე და დილითვე უკვე ტრამპის მოსვლიდან დაატეპორტეს ბევრი დაატეპორტეს უკვე აღარ აძლევენ არაფერს უკვე всё ჯარი გაგზავნა და იქ უკვე მექსიკიდან ვერავინ ვერ შემოვა და შენი ახალი ვიღაცა იტყვის ამას გავაკეთე ხო კიდე მნიშვნელოვანი რამ რომ ტურისტული ვიზით მუშაობის უფლება არ აქვს მხოლოდ ამერიკაში ყოფნისვა და ექსი თვე რო იქნები როცა დაბრუნდები უკვე პრობლემაა იმიტომ რომ იგეტყვიან რომ ექსი თვე რასაკეთებდი შენ არ ახარ ტურისტი ჩვენ ალბათ მუშაობდი და მეორეც შეიძლება აღარ შეგიშვან საერთოდ ამერიკაში. იმიტომ რომ ეს 6 თვეს რო გაძლევენ, ეს არ ნიშნავს რომ 6 თვე უნდა იყოს. შეიძლება იყოს 1 თვე, 2 თვე, 3, 4 მაქსიმუმ, არა 6 თვე. და პლუს კიდე ესეთი წესია, რამდენი ხანიც იქნები ამერიკაში, თქვა ჩახვედი 1 თვე. 2 იმდენი იქ უკვე აღარ უნდა ჩახვიდე. და 1 თვით ჩახვედი, 2 თვე არ ჩადიხარ. 6 თვით ჩახვედი, 1 წელი აღარ უნდა ჩახვიდე. ეს არის ეს სიტუაცია. რაც შეეხება green card-იანებს, მათ ახლა რეალურად არაფერს არ ემუქრება. რეზიდენტები არიან. უბრალოდ არის ესეთი მომენტი კიდე ახლა მოქალაქეობას რაც შეეხება ამერიკას, კიდე დამავიწყდა. რომელიც ეხება ნახეთ კონსტიტუცია, აი რაღაცებს რომ ზოგი ბჟუტურობს და გონია რაღაცა იცის. ეს აი გასაჩივრდა, კი გასაჩივრდა, მაგრამ სასამართლო მერე რა იმისია ეს სახელმწიფო დეპარტამენტი ეთქვის რომ არ მისცეთ პასპორტები და всё დაიბადა, მაგრამ არ მისცეთ. ყველაფერი შეუძლია პრეზიდენტს. თქვენ ფიქრობთ რომ თქვენ უფრო სწორად აზროვნეთ ვიდრე იმ რასაც უნდა პრეზიდენტს იმას გააკეთებს. ისა მეტაური და ეს ერთმანეთს ტყუილად მოამხნევენ. და იმედებს ნოაძლევთ, სრულ იმედებს. ნახეთ ახლა რა ხდება, თქვა რომ არ მისცეთ დაბადებიდან მოქალაქეობა, თქვა ამ ბავშვს. მაგრამ ნახეთ რა ხდება. კონსტიტუციაში ის კი არ წერია, ვინც დაიბადა და იმათ ყველას მიეცეთ მოქალაქე. აი თქვა დიპლომატი ჩადის, აი თქვა ესპანეთის ელჩი ჩადის ამერიკაში. და თქვა ახლა ესპანეთის ელჩს პირობითად ანუ მოზამბიკის ელჩი, ანუ მაროკოს ელჩი ყავს ცოლი თქვა და ორსულათა და შვილი შეეძინათ ამერიკაში. აი დიპლომატის შვილებს არ აძლევენ ამერიკის მოქალაქეს. რატო იცით? იმიტომ რომ კონსტიტუციაში ესეთ რაღაცა უწერიათ, რომ ამერიკის მოქალაქეობა მიეცეს იმ შემთხვევაში, თუ ის დაიბადა ამერიკის ტერიტორიაზე და არის ამერიკის იურისდიქციის ქვეშ, მივხვდით, აი იურისდიქციის და ამ იურისდიქციის ქვეშ არ ითვლებიან ეს დიპლომატები და ასე შემდეგ, მივხვდით? კაცს წავიკითხე, ჩამოართვეს ამერიკის მოქალაქეობა მე მგონი 30 წლის მერე, იმიტომ რომ აღმოუჩინეს რომ მამა ყავდა დიპლომატი და
ამას დაადეპორტონ ისე სიტუაცია. პლუს კიდე ნახე და ტრამპმა აიღო და დაამატა ესეთი რაღაც. იურისდიქციის ქვეშ, გარდა დიპლომატების არ ჩაითვალოს ის ხალხი, ვინც შემოვიდა დროებით, ტურისტული ვიზით, სასწავლო ვიზით, სამუშაო ვიზით და ასე შემდეგ და მას დედა ან მამა არ ყავს გრინ კარტიანი ან ამერიკის მოქალაქე. არ მისცეთ ესეც მივხვდით, აი ამ ამერიკის იურისდიქციის ქვეშ ჩაამატა ამან ის, რა ქვია, აი ეს ტურისტული ვიზა, სამუშაო ვიზა, სტუდენტური ვიზა და კარგად იყავით გეტყვის, რომ ჩვენ კონსტიტუციაში კი წერიათ მოქალაქეობა უნდა მოხდეს. მაგრამ ოღონ გაძლევთ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი იურისდიქციის ქვეშ ხართ, მაგრამ აი იურისდიქციის ქვეშ თქვენ არა ხართ. როგორც დიპლომატი, როგორც ტურისტი, როგორც სტუდენტი, როგორც დროებითი ან არალეგალი და ასე შემდეგ. ამიტომ პრეზიდენტს ყველაფერი შეუძლია და ის რომ სასამართლოები წავა, ეგ როგორ დამთავრდება არავინ შეიძლება დარჩეს ეს წესი და ტრამპმა ვერ შეცვალოს შეიძლება რა ფაქტია ბევრ რაღაცებს ეს კაცი აკეთებს უკვე და ჩანს კიდევაც აი დაჟე აჩვენეს რაღაცა ქალაქები, რესტორნები, ბარები უკვე იქ არალეგალები ვეღარ დადიან შინიათ რომ უცებ ეს პოლიცია არ მივიდეს დილით ადგებიან და ადეპორტებიან მათ შორის ნიუ-იორკში, ბრუკლინშიც უკვე ნახეს, რომ ადგებიან სახლებს. ახლა ის რომ შეიძლება აი თქვენ ნახეთ აი სია რომ 800 ადამიანია ქართველი, რომელსაც დეპორტი ეკუთვნის. თუ წააწყდნენ ამ ადამიანს, სამწუხაროდ დაადეპორტებენ. და ბევრია ესე დადეპორტებული. აი მოკლედ ესეთი ვითარება ხო, სადღაც 1200 კანადელია ამერიკიდან დასადეპორტებული. და მათ შორის რო იცოდეთ როგორც ამერიკამ დაადეპორტა კანადის მოქალაქეები ბევრი მანამდე და ასევე იყო შემთხვევა რომ კანადამაც დაადეპორტა ამერიკის მოქალაქეები უფლება აქვს. იყო ახლა შემთხვევა უკრაინელებმა მოსვა ვინო სასმელი რაღაცა დალია საჭესთან დაждდა რულზე კანადაში გააჩერეს და სოთქეფეს დეპორტით და თავის ოჯახიანად გაუშვეს რა. იქ ლაილაი ბაზარი და ის არ მოსულა იქ და ისე უყურე ხე ბევრ ადამიანს ადეპორტეს როგორც კანადა რომ ისე ამერიკას და კიდე ის საუბარი რომ კანადაში ცივა და ხალხი ჭირდება რა ვიცი არ არის ეგრე და ფრთხილად იყავით კიდე კანადის ვიზებთან დაკავშირებით არ აქვს მუშაობის უფლება რომ მოიპოვოთ რაღაც სერიოზული საბუთი უნდა და თქვენ თუ ვიზებს იღებთ, ეს ვიზები არის ტურისტული და არ აქვს მუშაობის უფლება. იქ ვიღაც ქართველები არიან, რომელიც ატყუებენ ამ ხალხს, აი ეს ჩამოდიან. მე იქ ლეგალობის გაკეთება ძალიან რთულია, ტოლილობაც ისევე თუ მოითხოვეთ, ვერ დაამტკიცე, კანადა არ იტოვებს, ბევრი გამოუშვეს, მათ შორის ქართველი, აი ძალიან რთულად არის. და რა ვიცი, და კიდე ერთი მომენტი, აი რუხაზე ტყუილზე ხელის მოწერები და რაღაცა იქ ითვლება კრიმინალად, ჩვეულებრივად ციხეა. ძალიან ადრე წავეკითხე სტატია ვიღაც ქართველმა მოაწერა ამერიკელთან, მე ეს დაადეპორტეს ეს ქართველი გრინ კარტი ქონდა, გაუქმეს ამ გოგოს ამერიკელს $200,000 ჯარიმად ქეფეს და 6 თვე მისცეს ციხე. ჩვეულებრივ კრიმინალად ითვლება, აი რაღაცა ტყუილი, რაღაც აფიურა, თუნდაც ერიდეთ საერთოდ კიდე ესეთ რაღაცას ამერიკის და კანადის ვიზებზე ანკეტების შევსება სხვის მიერ თქვენ თუ პირადად არ ნახავთ რას გივს რას წერს მიგრო აი რაღაც შარში გახვეთ თქვენ იქნებით პასუხისგებელი მაინც ამ ინფორმაციაზე და შეიძლება გაგაშავნოთ დაუყურადღებით იყავით და ნუ მოусმენთ ოფიციალური წყაროებიდან ვიდეოებიდან მოусმინათ ინგლისურად რუსულად იმათ უფრო აი ვიდრე აი ვიღაც ქართველი გოგა აი 2 წლამდე ეს თუ არის ისა თუ მითხნიანი იმას ვერ შეყავ. ეს შეიძლება ერთი დღეც რო გადააცილო 1 საათი, всё, დეპორტი გაქვს. და რა ვიცი. კიდე ვინ ამბობდა, აი დაწერეთ აი რომელი ქართველი იმას დაადეპორტეს. კიდე სხვათა შორის მე მგონი 1300 ისრაელის მოქალაქეა დასადეპორტებელი ამერიკიდან. სამწუხარო ფაქტია, ისრაელიდან ქართველებს, რუსებს, უკრაინელებს ადეპორტებენ მასიურად, ვინც ჩადიან ვიზა და ასე შემდეგ. ეხლა რა ვიცი, თვითონაც ნახავენ რას ნიშნავს დეპორტაცია. დაიჭერენ და გააგდებენ ამერიკიდან და იგზნობენ. მე იქნებ დაფიქრდნენ და აღარ გააკეთებ. მაგას ჯობია
ვიზა იყოს ისევე ისრაელთან, ვიდრე ესე ადამიანი გაფრინდეს და იქ ტყუილად შეაგდონ ერთ ციხეში, ზუსტად ექცევიან და მერე ადეპორტენ. ეს არ არის სწორი საქციელი რა და მე ისრაელში წასვლას აი ესეთ ვითარებაში ბევრს არ ვუსწრებ, იმიტომ რომ თუნდაც იქ ნამყოფია და არ არის ნამყოფი, მაინც შეიძლება დაადეპორტონ. აბროსტო არ შეუშვებენ ქვეყანაში და всё, აი რა ვიცი. ეხლა იმათიც მესმის იმ თვალსაზრისით, ეხლა ერთი ვიდეო იყო, ჩვენები ჩასულან მთავრობა და მერე ჩამოსულა უთქვია, რომ ვინც უკან დაბრუნდებითო, ისრაელო მერე სამუშაო ვიზებს მოგვცემთ. ერთ წლის მერე და სიას შევადგენთ და რამოდენიმე ათასი დაბრუნდათ. მე 10,000 კაცია ქართველი არალეგალი ისრაელში. და მგონი ნახევარი დაბრუნდა და გამოატყუეს. იმიტომ რომ აი ისრაელს უნდა მიეცა სამუშაო ვიზები, იყო რაღაც შეთანხმება, რაღაცა короче მოატყუა რა. ჩამოიყვანა ეს ხალხიც და რაღაცა არ გააკეთეს რა. იმიტომ რომ ეს ჭირდებოდათ იმისთვის, რომ მგონი ჩვენთვის ვიზო რომ მოეცა თუ რაღაცა ტოლვილები არ უნდა ყოფილიყო ბევრი რაღაც ქვეყანაში. თუ რაღაცას იმაშვება რა. ამერიკის ვიზებიც ტურისტული ძალიან რთულად გაიცემა 10-დან 1-2 თვაძლებენ როიცი და ფულით არ კეთება, შარში არ გაიხვიოთ, სხვებს ანკეტები არ შეავსეთ, დებილებთან არ დაიჭიროთ საქმე, ტყუილებს მოусმენ და მე არ თქვა თუ არ ვიცოდე და ეს ისა არც კანადის ვიზა არ გამოგივათ, არც ამერიკის, თქვენ თვითონ ჯობია გააკეთოთ პირადად, ბევრია. YouTube-ი არის და ინფორმაცია, ვიდრე ვიღაც თაღლითებთან დაიჭიროთ, არანაირი თანხები არაფერი არ მიცეთ, ეს არის კრიმინალი და დანაშაული. ავიცი დროებით გემშვიდობით, მე მგონი სასარგებლო ინფორმაცია მოგაწოდეთ.